როცა მთვარე გვახსენდება, ხშირად მას ფლიქ მშვიდ, ცივ და უსიცოცხლო ქვას, რომელიც სიბნელეში ვკიდია. თქვენი მთვარის მსგავსად ფიქრობთ, რომ ის მშვიდია. არ აქვს ჰაერი, არ აქვს ამინდი და არ აქვს ხმა. მაგრამ კოსმოსში არსებობს მთვარე, რომელიც სრულიად საპირისპიროა ცეცხლისა და ხვის სამყარო. ეს არის იო, ყველაზე ვულკანურად აქტიური მთვარე თეომზის სისტემაში. დედამიწიდან აქ მოსახვედრად თითქმის 500 მილიონი მილი უნდა გავიაროთ. როცა იუპიტერის სისტემას უახლოვდები, მის ძლიერ არსებობას იგრძნობ. ეს მხოლოდ პლანეტა არ არის. თითქოს გიგანტური ურჩხულია, რომლის გრავიტაცია თავის მთვარეებს იზიდავს და ორბიტაზე ტყვეობაში ამყოფებს. ყველაზე ახლოს მდებარე მთავარ მთვარეებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა იო. შორიდან რომ შეხედო, ვერ იფიქრებ, რომ ეს მთვარეა. მის ზედაპირს დაჭრილი თვალის მსგავსი სახე აქვს, დაფარულია ყვითელი გოგირდით, მომაკვდინებელი შავი ფერით და სისხლისფერი ტონებით, რომლებიც თითქოს მუქარას ასხივებს. კრატერს ვერ ნახავთ. კრატერები არა იმიტომ, რომ ასტეროიდები არ ეჯახებიან მას, არამედ იმიტომ, რომ მიწის ყოველი ნაწილი მუდმივად დნება. ამიტომ ზედაპირზე თითქოს ქრება ფორმა და წარსულის კვალი. თუ იოს ზედაპირზე დადგები, პირველ რიგში მხოლოდ სიცხეს კი არა, არამედ შემაძრწუნებელ ხედსაც შეამჩნევ. ზემოთ იუპიტერია დატიდებული, ურჩხული და უზარმაზარი, რომელიც თითქმის ნახევარ ხილულს ასიკავებს. შეგიძლია დაინახოთ დიდი წითელი ლაქა, რომელიც თრიალებს და ჩუმად ანადგურებს ყველაფერს. მისი ზომაც არ მოუდგენლად დიდია. ეს არის შეხსენება უსასრულო ძალაზე სამყაროში, მაგრამ აღფრთოვანებისთვის დრო არ არის. გარემო მხისიერად მომაკვდინებელია. იო იუპიტერიდან მომავალი ძლიერი რადიაციით იტბორება. ჩვეულებრივი კოსმოსური კოსტუმი საკმარისი არ არის. ადამიანი შეიძლება რამდენიმე წამში დაიღუპოს. შენი ფეხქვეშ მიწა კანკალებს და სითბოს გამოყოფს. სამყაროს ყოველი კუთხე ცოცხალია. ვულკანი ვულკანის შემდეგ. ცეცხლი და მაგმა უფრო აქტიურია, ვიდრე დედამიწის პირველ ხანებში. რატო ხდება ეს? საიტყო გრავიტაცია, აიდუმლო გრავიტაციაშია. როდესაც იო ირგვლივ ბრუნავს იუპიტერის გარშემო, მას გამუდმებით იზიდავენ და ეჯახებიან დიდი მთვარეები, ევროპა და განიმედე. წარმოიდგინეთ სქელი ლითონის ნაჭერი, რომელსაც გამუდმებით ატრიალებენ და ხრიან. სწორედ აქედან მოდის სითბო, რომელიც იოს შიგნით ქვას ადუგებს. ყოველი ბრუნვა ენერგია და ეს ენერგია ზედაპირზე გამოდის, ის ქმნის უსასრულო ვულკანურ აქტივობას. აი რატო იო უბრალოდ მხარე არ არის, ის ცეცხლის მანქანაა კოსმოსში. ეს არის სამყარო, სადაც მიწა სუნთქავს, დუხს და მუდმივად იცვლება. მისი სიმძლავრე გვახსენებს გრავიტაციის ძალას და მზის სისტემაში პლანეტებისა და მთვარეების უწყვეტ მოძრაობას. როგორ შეიძლება პატარა მთვარე, რომელიც მზის სისტემის გავარვარებული კიდიდან შორსა, კანის ქვეშ ცეცხლს ანთებდეს? პასუხი საკმარისია. უსასრულო კოსმოსური ტანჯვის პროცესში იო ჩაკეტილია ულმობელ და მომაკვდინებელ გრავიტაციულ თამაშში. ერთ მხარეს მას იუპიტერის ძლიერი გრავიტაცია იზიდავს. მეორე მხარეს კი მის უკან კვლავ და კვლავ ეკაჩებიან მისი დიდი და ძმა მთვარეები. ევროპა და განიმედი. ყოველ ჯერზე, როცა მათი ორბიტები იკვეთება, თითქოს სქელ რკინას ატრიალებენ და უნავენ. ეს განმეორებადია ქვის შიგნით ხახუნის სითბოს წარმოქმნის. იოზე კი ეს პლანეტარული მასშტაბით ხდება. მთვარის მხარი ქვა იჭყლიპება, იგუმშება და იხრება დიდი სამყაროების გრავიტაციით. მოქცევითი ძალა იმდენად ძლიერია, რომ მიწის ზედაპირი შენს ფეხქვეშ ყოველდღიურად 300-ზე მეტ ფუტზე მაღლა იწევს და ეცემა. მთვარე თითქოს სუნთქავს, ყოველ ბრუნვაზე ენერგიას აფუქებს. მის შიგნით უწყვეტი ხახუნი მთვარეს შიგნიდან არბილებს. ეს ქმნის საშიშ მაგმის ზღვას მის ქერქის ქვეშ. და რა თქმა უნდა, წნევას გამოსვლა სჭირდება. ამიტომ იოს ზედაპირს 400-ზე მეტი აქტიური ვულკანი აზანზარებს. წარმოიდგინეთ ლოკი პატერა, ვულკანური დეპრესია, რომელიც მერილენდის შტატზე უფრო დიდია. აქტიური ლავა ტბა, რომელიც დაფარულია გაცივებული ქანის თხელი ქერქით. ხანდახან ქერქი მძიმდება და იძირება, რაც წარმოქმნის ახალ ლავას უზარმაზარ ტალღას, რომელიც მთელ ტბას ფარავს. განსაცვიფრებელი განადგურების სცენა. რადგან თითქმის არ არის ატმოსფერო და გრავიტაცია ძალიან დაბალია, ვულკანის ამოფრქვევები აპოკალიფტურ სახეს იღებს. ვულკანები, როგორიცაა პელე, გამოყოფენ გოგირდისა და ძალიან ცხელი აირების სვეტებს, რომლებიც პირდაპირ კოსმოსის ვაკუუმში ადის და 300 მილზე მეტ სიმაღლეს აღწევს. ამ გიგანტური სვეტების მწვერვალზე ხდება კოსმოსური ძალის ყველაზე ძლიერი გამოვლინება. ეს არის სანახაობა, რომელიც აღემატება ყველაფერს, რისი წარმოქმნაც დედამიწაზე შეიძლება. კოსმოსის უკიდურესი სიცივის გამო, ამოფრქვევების შედეგად წარმოქმნილი გოგირდის კვამლი მყისიერად მყარ კრისტალებად იქცევა. ის უკან ბრუნდება ზედაპირზე, როგორც მომწამლელი, ფერადი თოვლი და მთელ იოს ლანდშაფტს წითლად და ხვითლად ღებავს.
თითქოს გოგირდის ხვითელი ყინული ციდან ცვივა, ხოლო ზემოდან გიგანტური პლანეტა დომინირებს. მაგრამ აქ არ მთავრდება იოს ტანჯვა. მთვარე თითქოს კოსმოსში სისხლს ზურიდა. როდესაც დიდი ვულკანური სვეტები ამოიფრქვევა, იუპიტერის ძლიერი მაგნიტური ველი იოს ოსმოსური ნამგალივით კვეთს. ყოველ წამს მთვარისგან 1 ტონაზე მეტი გოგირდი და ჟანგბადი იხევა. ეს მასალა გადაიტანება და აჩქარდება. იგი ქმნის კაშკაშა და მომაკვდინებელ რადიაციულ გოლს იუპიტერის გარშემო, რომელიც ცნობილია როგორც პლაზმის ტორუსი. ერთგვარად იო ნელ-ნელა ყვებავს თავის გიგანტურ ბატონს. ის საკუთარ თავს ცვავს, რათა გააძლიეროს იუპიტერის ძლიერი მაგნიტური შტორმები. იო ერთ-ერთია, ბნელი და სასტიკი შეხსენება. კოსმოსი არც ჩუმია, არც გულუხვი და სავსეა ძალებით, რომელთა სრულად გაგებაც ჩვენ არ შეგვიძლია. ეს არ არის უბრალო ადგილი, სადაც შეიძლება სიმშვიდე ან მშვიდობა დაისადგუროს. ეს გულგრილი ძალების არენაა. სამყარო, რომელიც დაუსრულებელი განადგურებისა და ხელახლა დაბადების ციკლშია გამომთხვეული, იოს ყველა კუთხეში გრავიტაციის ეფექტები იგრძნობა. თითქოს იარაღია. ყოველ ქვასა და მიწას ებრძვის, აიძულებს სამყაროს დაიხაროს, დაემორჩილოს და კვლავ აღდგეს იმავე რისხვითა და ძალით. თავად მიწაა მტერი. ქერქის ყოველი ბრუნვა და მოძრაობა არის შეხსენება იმ უთვალავი ძალის შესახებ, რომელიც მის შიგნითაა მოქცეული. ხშირად უყურებთ ვარსკვლავებს და ვეძებთ სამყარამყაროებს, სადაც შეიძლება ცხოვრება. ვესწრაფვით წყლის ოკეანეებს, სიცოცხლის ნიშნებს და მცირედ უსაფრთხოებას კოსმოსის შუაგულში. მაგრამ ყოველ სამყაროში, რომელსაც ვაკვირდებით, ასობით ჭრდილი იმალება სიბნელეში. იოზე კოსმოსი თავის ყველაზე საშიშ და ყველაზე მარტივ ფორმაშია წარმოდგენილი. ეს არის დაუნდობელი, რთული და ამავე დროს საოცარი ადგილი. იო ასახავს შეუდარებელ ძალას. ეს არის სამყარო, სადაც არ არის მწუხარება და უკანდახევა. სადაც ყოველი ვულკანი, ყოველი ლავის ნაკადი და ყოველი მაგმის ამოფრქვევა პირდაპირ ასახავს დაუღალავი ენერგიის ზემოქმედებას. საბოლოოდ იო მხოლოდ მთვარე არ არის. ის არის შეუდარებელი კოსმოსური ძალის სიმბოლო. ეს არის სამყარო, სადაც ცეცხლი და ყინული, სიცოცხლე და სიკვდილი ერთმანეთს ხვდებიან შექმნისა და განადგურების უსასრულო ციკლში. როდესაც იო ირგვლივ უვლის იუპიტერს, ის გვიჩვენებს, რომ კოსმოსი არც მშვიდია, არც მოთვინიერებულია და არც ყოველთვის ლამაზია. მისი ყოველი ბრუნვა გვახსენებს, რომ პლანეტებისა და ვარსკვლავების მშვიდი იერის მიღმა იმალება რისხვა, ენერგია და ძალა, რომელსაც შეუძლია მთელი სამყარო მოკლე ხანში შეცვალოს. ყოველი ვულკანის ამოფრქვევით, ყოველი მბრუნავი მაგმით და ყოველი გოგირდის თოვლით, რომელიც იოს ზედაპირზე ეცემა, ის გვახსენებს, რომ კოსმოსი საოცარი, საშიში და დაუნდობელი ძალების არენაა. ვინც ვარსკვლავებში სიმშვიდეს ეძებს, ამ მთვარე მათთვის შეგონებაა. ყოველი სინათლის უკან იმალება სიბნელე. ყოველი პოტენციურად საცხოვრებელი პლანეტისთვის ასობით კოშმარი იმალება კოსმოსში. ბოლო მზერით აიოზე იგრძნობ კოსმოსის რისხვას. თითოეული ვულკანის სიცხესა და ძალას და გრავიტაციის ძლიერ ძალას, რომელიც თითქოს ზედაპირზე თითოეულ ქვას იჩერს. ყოველი ბრუნვა, ყოველი აფეთქება და ყოველი ძლიერი ლავის ტალღა უნიკალურ ენერგიას ავლენს. და იმ მომენტში მიხვდები, რომ კოსმოსი უფრო დიდია, უფრო სასტიკი და უფრო საოცარი, ვიდრე ყველაფერი, რაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ეს არის ადგილი სავსე საიდუმლოებით, საფრთხით და შეუდარებელი სილამაზით.